ყველას გამარჯობა, ჩემო კარგებო, აბა როგორ ხართ? მე ისევ მოვედი თქვენთან და ძალიან მიხარია. მოიცათ ერთი წუთი ეს საყური გავიკეთო, ანაბელმა მომაძრო, სანამ დაიძინებ და რა შვებით როგორ ხართ? მომენატრეთ ისევ და მოვედი, როგორც კი დრო ვიხელთე მოკლედ. ჩვენმა გოგონამ წეხან დაიძინა და დღეს მინდა გადავიღო დაპირებული ვიდეო თუ რა შევიძინე TikTok-ში. დღეს შაბათი დღეა 28 თებერვალი და ხვალ კვირისთვის ძალიან მინდა რომ ვიდეო დავამონტაჟო და აგიტვირთოთ ჩემს არხზე. მოკლედ, აქ მაქვს TikTok-ის პარკი და მინდა რომ დღეს ყველაფერი გაჩვენოთ თუ რა შევიძინე. ბოლო ვიდეოში დაგგვირდით რომ გაჩვენებდით ყველა იმ ნივთებს, რომლებიც TikTok-ში შევიძინე. TikTok-ი ჩემთვის ძალიან საყვარელი მაღაზია. გერმანიაში ვინც ცხოვრობთ, ალბათ ბევრს გიყვართ TikTok-ი ჩემსავით. მოკლედ დავიწყოთ. დავიწყებ აი ამ იოგას დასაფენი. რა ქვია მაგას ქართულად? მათე ქვია გერმანულად. არის საკმაოდ კარგი ხარისხის, აი ნახეთ. და მინდა რომ ვარჯიში დავიწყო. მოკლედ დავიწყე ისევ სწორი კვება და ეხლა მინდა რომ ვარჯიშიც დავიწყო. არა მარტო ფიტნესში, არამედ სახლშიც და ვიყიდე აი ესეთი იოგის დასაფენი, დასაწოლი, რა ვიცი, რა ქვია ამას? იოგის ლეიბი? Ну, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში იატაკზე რომ დავაფინო და სახლის პირობებშიც რომ ვივარჯიშო. აი ესეთი TikTok-ში ვიყიდე, თუ არ ვცდები 15 евро მივეცი. კარგი ხანია ეს ვიყიდე და მინდოდა მეჩვენებინა და სულ მავიწყდებოდა. შემდეგი ასევე ვიყიდე აი ესეთი ქილა, მინის, ქილა, ძალიან მინდა რომ გავაკეთო წითელი კომპოსტო. ამასთან დაკავშირებით აი ესეთი ქილა ვიყიდე რომ კომპოსტოს მწნილი ჩავთო და ძალიან მენატრება თეთრი ლობიო და წითელი კომპოსტოს მწნილი სახლში გაკეთებული. და ასევე მინდა რომ ჭადი და ყველი გავაკეთო ამ ყველაფერთან ერთად, მაგრამ ჭადის ფქვილი არა მაქვს და ამაზონიდან უნდა გამოვიწეროთ მე და ანდრიასმა. ხოლამაზი ქილაა. ფიქრობ, კარგი გამოვა, უნდა გავრეცხო და ხვალ მინდა რომ კომპოსტოს მწნილი გავაკეთო. წითელი კომპოსტოს მწნილი. ანდრიასი კაპუსკას ეძახის. კაპუსტა ხო ნიშნავს რუსულად თეთრ კომპოსტოს და ერთხელ უთხარი და მას შემდეგ კაპუსკას ეძახის. ძალიან ლამაზი ქილაა, მომეწონა. მოკლედ ეს ჩემი საღამური, თავისი შორტებით. ეს არის ხელის კრემი, 3 ცალი ერთად, ფასები რასაც აწერია გეტყვით. აი ფასი აწერია კიდეც და მივეცი 6 евро. ნახოთ როგორი იქნება. ეს არის 2 ცალი სახის ღრუბელი, Real Technique-ის, Real Technique ძალიან კარგი ფირმაა, მე ძალიან მომწონს ეს ბრენდი და 2 ცალი სახის ღრუბელი. რა თქმა უნდა, ტონალურის წასასმელად. მე ძალიან მიყვარს ღრუბელით ტონალურის წასმა, არა მარტო ფუნჯით, არამედ ღრუბელით და ხანდახან ხელითაც ვისმევ. და გადავიხადე 7 евро, როგორც ხედავთ, აწერია. ალბათ კარგებია. Real Technique-ის ფუნჯებს ძალიან კარგად ხმარობ. და ვიფიქრე რომ აი ეს სახის ღრუბელიც, ტონალურის ღრუბელი, კარგი იქნებოდა და ვიყიდე. 2 ცალში 7 евро გადავიხადე, როგორც აწერია. შევიძინე ასევე ჩემი საყვარელი Real Technique-ის ფუნჯები. ეს ფუნჯები 3 ფუნჯია. ერთი არის რუჟის, მეორეა ჩრდილის წასასმელი და მესამე ტონალურის. ნახეთ, რა კარგი ფუნჯებია. მე ძალიან კარგად ვხმარობ Real Technique-ის ფუნჯებს. მაქვს რამოდენიმე ცალი და ძალიან კმაყოფილი ვარ და საკმაოდ იაფად ჩამივარ და 10 евро გადავიხადე 3-ვე ფუნჯში. ასევე არის ასეთი ფუნჯები DM-ში და როზმანში და საკმაოდ ძვირი ღირს 25 евро ღირს 3 ფუნჯი და აქ მხოლოდ 10 евро გადავიხადე. აი როგორც ხედავთ. 3 ფუნჯია.
ძალიან კარგად ვხმარობ, ვინც მოიხმართ Real Technique-ის პროდუქციას, ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან კარგი ფუნჯები აქვთ. შემდეგი რაც ვიყიდე, ეს არის eye cream, ანუ თვალების კრემი და ვნახოთ როგორი იქნება. მე საკმაოდ გრძნობიარე კანი მაქვს და ყველა კრემს ჩემი კანი ვერ იტანს და ვნახოთ დამაინტერესა რატომღაც ეს კრემი. არის თვალების კრემი. გავხსნით და გაჩვენებთ. აი, ესეთი თვალების კრემია. ესე იგი თვალის კანს აცოცხლებს, ესე აწერია და ვნახოთ რამდენად მომეწონება. შემდეგი რაც შევიძინე, ეს არის მიკროფონი, რომელიც უკვე დიდი ხანია მინდოდა და ადრე ვხმარობდი ხოლმე რაღაც მიკროფონს, Amazon-ზე მქონდა გამოწერილი, ის ჩემს ძველ მობილურთან კომპატიბელური იყო, ანუ შეთავსებადი და ეხლა ეს არის ახალი მიკროფონი, Bluetooth-ით შემიძლია რომ შევაერთო ჩემს ტელეფონზე და უფრო კარგი ხმა ჰქონდეს, უფრო მაღალი ხმა ჰქონდეს ჩემს ვიდეოს. მოკლედ ძალიან მიხარია. ახალი ვიდეოს მიკროფონი. Bluetooth-ით. ძალიან კარგად გამოიყურება. ხო, კიდე რა გვაქვს? ეს არის თმის აბნევები, ნახეთ რა ლამაზია, ძალიან მომეწონა, ვერაფრით ვერ ჩავუვლიდი გვერდს, რომ არ მეყიდა. არის ვარდისფერი და არის თეთრი, ნახეთ რა ლამაზია, ძალიან ნაზია. ჩემი თმები მალე გაიზრდება, რომ ავიწიო ხოლმე, უკვე იზრდება, რაც ცუდი ყოფილა ეს თმის ზრდის პროცესი, მე არ ვიცოდი, რადგან აქამდე ყოველთვის გრძელ თმას ვატარებდი ხოლმე და რადგან როგორც იცით მქონდა ქერად შეღებილი და იმდენად დამწვარი მქონდა თმები, რომ რო არ შემეჭრა, უკვე აღარ შემეძლო და ქერა ფერით ძალიან მომწყინდა მართალი გითხრათ და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოში როცა ვიყავით სალონში შევიჭერი, მაგრამ აი ეს გაზრდის პროცესი საკმაოდ რთული ყოფილა. მოკლედ ამ ორ თმის სამაგრში გადავიხადე 8 ევრო. აი აქ ფასი აწერია, როგორც ხედავთ, 8 ევრო. 8 ევრო გადავიხადე. ძალიან მომეწონა, ნახეთ. შემდეგი ეს არის იაპონური სახის კრემი. მიუხედავად იმისა, რომ იაფი ღირდა 5 ევრო აწერია, აი როგორც ხედავთ ფასს. მე ჩემი კრემი მაქვს, რომელსაც ხმარობ, La Roche-ის კრემს ხმარობ, აქამდე და ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მე მაქვს მშრალი კანი და აუცილებლად უნდა დავიტენიანო ხოლმე, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს საყვარელ შეფუთვაში იყო, მინდოდა რომ მომესინჯა. არის კენკრის. ხო, კენკრის, აი, კენკრა ახატია, როგორც ხედავთ. და ვნახოთ აბა როგორი იქნება. აი ასე გამოიყურება შიგნიდან. ძალიან მინდოდა რომ მომესინჯა რატომღაც და ვიყიდე. ვიყიდე ასევე აი ეს ზედა ჩემთვის, ნახეთ რა ლამაზია. ძალიან მომწონს, ესეც ძალიან თავისუფლად მაქვს, მე მიყვარს თავისუფალი ზედები, ადრე მიყვარდა ხოლმე ძალიან მოტკიცილი ზედები და ეხლა აღარ. მოკლედ ეცვლება ადამიანს გემოვნება, ესე იგი ასაკის მატებისას. აი ესეთი ზედა ვიყიდე, თეთრია და აქვს ეს რაღაც სარკესავით გამჭირვალე მძივები აქვს და ძალიან მომეწონა. ამ ზედაში 30 ევრო გადავიხადე. ალბათ ხედავთ. იმედია რომ ხედავთ ამ შუქზე. მოკლედ ამ პარკში აღარაფერი აღარ მაქვს. გაჩვენეთ რაც მინდოდა. და კიდე ბოლოს რაც მინდოდა რომ მეჩვენებინა, აი ეს ჩანთა. ნახეთ რა ლამაზი ჩანთაა. პიკარდის ჩანთაა, მე ძალიან მიყვარს ეს ფირმა. იმედია რომ ხედავთ ამ შუქზე და აი საზაფხულოდ ზუსტად ის ჩანთა, რომელიც მე მიყვარს.
იმედია ხედავთ 90 ევროდან იყო 60 ევროზე ჩამოფასებული და აი რო არ მეყიდა უბრალოდ არ შემეცლო. ნახეთ. ზაფხულში ძალიან გამომადგება. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ჩანთა, მე ძალიან პატარა ჩანთები არ მიყვარს, უბრალოდ არ შემიძლია. მაგრამ ეს არის ძალიან მოხერხებული ჩანთა. ამ ფერში ერთი ზაფხულის ჩანთა შარშანაც ვიყიდე მახსოვს. აი ეს მხარზე ჩამოსაკიდებელი და შიგნით მიუხედავად იმისა, რომ დიდი ჩანთა არ არის ძალიან მოხერხებული. რაც მე ძალიან მომწონს და ზაფხულში აუცილებლად გამომადგება. ნახეთ. მე ამ ბრენდის ასევე საფულე მაქვს და ძალიან მიყვარს. ძალიან კარგი ბრენდია. ასევე მაქვს გასაღების ჩასადები ეტიუი და ძალიან მიყვარს ეს ფირმა პიკარდი. გაყოფილი ვარ ხოლმე, როდესაც ვიყიდე 1928 წლიდან არსებობს ეს ფირმა პიკარდი აწერია. აქ და ძალიან მიყვარს მოკლედ აი. მე ყოველთვის კარგად ვიყენებ ხოლმე ამათ პროდუქციას და აქ აქვს ამ ჩანთას კიდევ გასაღების ჩასადები ჯიბე, რაც ძალიან მიყვარს და ძალიან მოსახერხებელია. ყოველთვის ვიცი რომ გასაღები მაქვს გარეთა ჯიბეში და მოკლედ აი ესეთი ლამაზი ჩანთაა. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა. ნახეთ. თან ზაფხულის ფერია. მიხარია ძალიან, ეხლა მალე გამოვიყენებ. უკვე კარგი ამინდებია გერმანიაში, ეს ბოლო 5 დღეა და მომდევნო კვირაშიც ძალიან კარგი ამინდები უნდა გქონდეს და ალბათ სულ მალე გამოვიყენებ. გააჩნია ჩემს აუთფიტს, რა მეცმება. ანაბელს ვუყიდე ასევე 2 ტუფლი, სანამ ანაბელი ზაფხულის ღია ტუფლებზე გადავა. სანდლებს ეძახიან აქ, სანდალენ და ქართულად არ ვიცი რა ქვია. ბასანოჩკი რუსულია. ხო, ნუ სანამ ზაფხულის ტუფლებზე გადავა ანაბელი, ვუყიდე რა თქმა უნდა ბათინკიდან ტუფზე ხო უნდა გადავიდეს. ანუ გაზაფხულის ტუფზე და შემდეგ გადავა ღია ტუფლებზე. აი ესეთი ტუფლები ვიყიდე ტიკემეკში, ძალიან მომეწონა. მივეცი 35 евро. ესეც ფასტაკლებაში იყო და არის ესპანური ბრენდი და არის ასევე ძალიან მოხერხებული ტუფლები. მე რაღაც სქელძირიან ტუფლებს ანაბელს არ ვუყიდი და არის ჰაერგამტარი, ისე რომ არ ჩაეხუთოს ფეხი და ძალიან მოხერხებული. შიგნით აქვს ტყავის ნიშანი და არის 24 ზომა, არ ვიცი ჩანს თუ არა. ხო, არის 24 ზომა. მოკლედ ძალიან მომეწონა ეს ტუფლებიც, ნახეთ. ძალიან მომეწონა. აი ესეთებია. ძალიან მომეწონა. და წამოუღე, არის ღია ვარდისფერი. და მეორე ტუფლი, ესენი უკვე სანდლებია, ანუ ზაფხულში, რომელსაც ჩაიცმევს, ეს არის გეოქსის ტუფლები. აი აქ აწერია კიდე, ალბათ ხედავთ, გეოქსის ტუფლები ძალიან მომეწონა. ნახეთ რა ლამაზია, როგორი ნაზია გოგოსთვის. და ესეც არის 24 ზომა, შიგნიდან ტყავის ნიშანი აქვს. აი აქ ხედავთ ალბათ, ეს არის ტყავის ნიშანი, ზემოდან და შიგნიდან არის ტყავი და ქვემოდან არ არის ტყავი. აი, არის 24 ზომა. ესეც ტიკემეკში ვიყიდე და გადავიხადე 25 евро. ნახეთ, ძალიან საყვარელი ზაფხულის სანდლებია. ნახეთ. ძალიან მომეწონა. მოკლედ, ჩემო კარგებო, ფიქრობ რომ არაფერი დამავიწყო და სულ ეს იყო, რაც მინდოდა რომ მეჩვენებინა. იმედია რომ ძალიან მოკლე ვიდეო არ გამოვიდა, 20 წუთიანია. ნუ დამონტაჟებისას რაღაცებს კიდე ამოვჭრი, მე არ მიყვარს ძალიან
გრძელი ვიდეო, ამის დრო ალბათ არავის არ აქვს დღევანდელ პერიოდში და მიყვარს ძალიან ესე დავარცხნილი ლაკონური ვიდეოები. არ მიყვარს ეს 1 საათიანებს რო ჩაწერენ ხოლმე და რაღაცა ამის რო ვფიქრობ რომ არავის არაა. თუმცა ალბათ ვიდეოსაც გააჩნია და რამდენად საინტერესო ვიდეო ალბათ ამასაც გააჩნია. მოკლედ, დღეს აქ დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, ყველანი ძალიან მიყვარხართ. დიდი მადლობა თქვენი კომენტარებისათვის, მოწონებისათვის, თქვენი აქტიურობისათვის. სამწუხაროდ, თვალში მომხვდა, რომ ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანები აკომენტარებენ ჩემს ვიდეოს და 1000 გამომწერიდან სულ რაღაც 10 ადამიანი აქტიურობს, რომლებიც ხშირად მიწერენ კომენტარებს და ძალიან გამეხარდება თუ დანარჩენი სხვა გამომწერებიც იაქტიურებენ და კომენტარების ველში საკუთარ აზრს დააფიქსირებთ მოკლედ. დღეს აქ მინდა რომ დაგემშვიდობოთ. ძალიან კარგი იყო თქვენთან ერთად და ყოველთვის ძალიან მიხარია, როდესაც თქვენთან მოვდივარ და ახალი ვიდეო მოკლედ ატვირთული მაქვს ჩემს არხზე. აი რაღაცნაირად ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე შინაგანად. მოკლედ უნდა დავიძინო, კბილებს გავიხეხავ და დავიძინებ. ყველას გისურვებ მშვიდობიან ღამეს, ძალიან მიყვარხართ და მახარებს თქვენი ნებისმიერი უკუკავშირი. აქ დავასრულებ დღეს ჩემს ვიდეოს, ყველანი ძალიან მიყვარხართ თქვენი მაკა სირბილაძე დროებით. ნახვამდის.